სად მივყავართ ჰექსოგენის კვალს? სახიფათო ტვირთის აღმოჩენისა და დაკავების შემდეგ ახლა გამოძიებამ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა ამოხსნას. ვისთვის იყო ტვირთი განკუთვნილი და აქვს თუ არა მას დანიშნულების ადგილი 4 ოქტომბრის დაანონსებული რევოლუცია. არსებობს მეორე სავარაუდო განვითარებაც საბოლოო მიზნისთვის საქართველოს სატრანზიტო საშუალებად გამოყენება. ფაქტი ერთია, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ უკრაინიდან გამოგზავნილ ასაფეთქებელს საქართველოს უსაფრთხოებისთვის თანაბარი საფრთხე აქვს. ვიდრე გამოძიება მუშაობს, საქმეში ძველი და ნაცნობი გვარები ამოტივტივდა, თანაც ისე რომ სოციალურ ქსელში ბაჩო ახალაიას ოჯახის წევრების აქტიურობამ სუსის ყურადღებაც მიიქცია. რატი მეტრეველი გვიამბობს, რა ვიცით სახიფათო ტვირთის მარშრუტზე. რეზონანსული საქმის ირგვლივ გამოძიების დაწყების შემდეგ არაერთი დეტალი გამოიკვეთა. საინფორმაციო სააგენტო Prime Times წყარო უყვება, რომ სახიფათო ტვირთის საქართველოში შემოტანის უკან უკრაინის სპეცსამსახურებთან ერთად ნაცმოძრაობის ყოფილი ოდიოზური მაღალჩინოსანი ბაჩო ახალაია დგას და მას დახმარებას უკრაინის მაღალჩინოსანი გია ლორთქიფანიძე უწევს. სააგენტოს ცნობით წყარომ ნაცმოძრაობიდან ინფორმაცია იმის შესახებაც მიაწოდა, როგორ გეგმავს ახალაია პარლამენტის შტურმს შეხვედრებზე, რომელიც ახალაიას ცოლის სახელზე გაფორმებულ ბინაში იმართება. გავრცელებული ინფორმაცია, რომ რეალურია, ამას ახალაიას მეუღლე ანი წითლიძის სტატუსზე შემთხვევით დაწერილი კომენტარით ადასტურებს. მეტიც იმუქრება, რომ თუ ახალაიას გამოძიება შეეხება, ნაცმოძრაობის რიგებიდან ინფორმაციის გამტანს დაასახელებს. ეგ არაა ტყუილი ალიკა სამწუხაროდ ბაჩოს მოკიდებე ხელს და ვიტყვი ვინც არის. წყაროს გულისხმობ ნაცმოდან. ამის შემდეგ ბაჩო ახალაიას მეუღლემ თავის მართლებას კი აღარ სცადა და საბოლოოდ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია. კი მეგობრებო, სუსს ყველგან ყავს თავისი აგენტი, მათ შორის ოპოზიციაშიც. ამიტომაც ვართ ამ დღეში ამდენი წელია და ამიტომაც არის ოპოზიცია ასეთი სუსტი. მივა თუ არა რეზონანსულ საქმეზე გამოძიების კვალი ბაჩო ახალაიამდე ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ფაქტი ერთია, ინფორმაციამ პარტიის რიგებიდან გაჟონა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება ამ მიმართულებითაც დაიწყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ბაჩანა ახალაია არ უხსენებია, თუმცა ბოლო საათებში მის გარშემო განვითარებული მოვლენები საინტერესოა ჩვენთვის და შესწავლის საგანს წარმოადგენს. საქმის ირგვლივ დადასტურებულია ინფორმაცია, რომ სატვირთოს მძღოლს უკრაინის მოქალაქე მიხაილ სკრიფსკის ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოს მიმართულებით უკრაინის სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა გამოატანეს. ინფორმაცია თავად სკრიფსკიმ და მისმა ადვოკატმა დაადასტურეს. ქართულ ოცნებაში რევოლუციურ მოწოდებებსა და ქვეყანაში ჰექსოგენის შემოტანის საეჭვო დამთხოვაზე ამბობენ, რომ გამორიცხული არაფერია, თავად ფაქტი კი ქვეყნისთვის იმ შემთხვევაშიც სახიფათოა, თუ კი საქართველო მხოლოდ სატრანზიტო ქვეყნად გამოიყენებოდა. არაფერი არ არის გამორიცხული, იმის გათვალისწინებითაც ნახეთ უკრაინის მაღალ თანამდებობებზე ვინ არიან წარმოდგენილი. შემთხვევით ის ადამიანები ხო არ არიან წლების განმავლობაში აქ საქართველოში ხალხს რა უბედურებდნენ. ძალიან ბევრი რამე გაირკვევა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება, ცხადია ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, თუმცა მადლობა მინდა გადაუხადო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს. სულ რომ საქართველოს ტრანზიტად ყოფილიყო გამოყენებული და რუსეთის ფედერაციაში მომხდარიყო ამ ასაფეთქებლის შესვლა, ეს რა თქმა უნდა დარტყმის ქვეშ აყენებს ჩვენს სახელმწიფო სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას, თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას, მაგრამ უკრაინაში მოქმედ ხელისუფლებას რომ ქართველების ბედი რომ არ აინტერესებს, ეს ძალიან კარგად ვიცით, კარგად გაითავისოს ყველა. რაც არ უნდა ასაფეთქებლების შემოტანა სცადონ, რაც არ უნდა არაჟნების კონტეინერში დამნაშავე ყოფილი პირსისხლიანი მიხეილ სააკაშვილის ჩასვლა დაამჟავონ და ისე შემოიყვანონ ჩვენს ქვეყანაში, არც ერთ შემთხვევაში არავის არ იქნება შესაძლებელი, რომ ჩვენს ქვეყანაში მოაწყოს რევოლუცია. სკანდალური საქმის ფიგურანტ უკრაინის ორ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ. ახლა მთავარი კითხვა არის თუ არა ჰექსოგენის საქმე კავშირში 4 ოქტომბერს დაანონსებულ მოვლენებთან. კითხვაზე პასუხს გამოძიება გასცემს.